ხსმენიათ ვოინიჩის მანუსკრიპტზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაშიფრული მანუსკრიპტი არის, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იგი მე-15 საუკუნის ბოლოს დაიწერა. მანუსკრიპტში 240 გვერდიანი დაშიფრული ტექსტი წერია, რომელიც არც ერთ ამჟამად არსებულ დამწერლობას არ წააგავს. მის გვერდებზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უცნაური მცენარეების, ასტრონომიული ნიშნების, სიმბოლოების, ადამიანებისა და სხვადასხვა დღემდე ამოუცნობი სითხეების ნახატები. თუმცა ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამ მანუსკრიპტში დახატული მცენარეების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენთვის სულაც არ არის ცნობილი. ანუ უფრო მარტივად რომ თქვა, დედამიწაზე ეს მცენარეები უბრალოდ არ იზრდება. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი თეორია იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა ეს წიგნი. მათ შორის ერთ-ერთი ჟღერს ისე, რომ ეს წიგნი ამ პლანეტიდან არ არის. თუმცა რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ თეორია და უბრალოდ მოსაზრებაა. აი წიგნის ისტორია კი მართლაც საკმაოდ საინტერესოა. იგი რამდენჯერმე გაქრა და ხელახლა აღმოაჩინეს. ბოლო აღმოჩენა კი 1912 წელს მოხდა. ის ვილფრედ ვოინიჩმა აღმოაჩინა. და სწორედ ამის გამო ეწოდა მას ვოინიჩის მანუსკრიპტი. ამ დღიდან მოყოლებული მანუსკრიპტის გაშიფრის მცდელობები არ გაჩერებულა, თუმცა დღემდე უცნობია მისი შიგთავსი წერილობითი სახით და ნახატების სახით. როგორ ფიქრობთ, რა წერია მანუსკრიპტში და ვისი დაწერილი შეიძლება იყოს იგი? გელოდებით კომენტარებში.